შევატყობთ რა და ძალიან მიგეთ. ვასათია. მოგესალმებით, ძვირფასო მაყურებლებო. მე გიგო ვარგობიჩია, ქართულთა დიდი გაერთიანების სტუდიიდან. დღეს ჩვენ გავაკეთებთ ჩვენი ერთ-ერთმა დამფუძნებელმა გააკეთა ინფორმაცია, განაცხადი სოციალური ქსელით და დაგვიდით შეხვედრას. ოდიშით ცოტა ადრე გქონდა დრო გამცხადებული, მაგრამ რაღაცა მიმდინარე საკითხების განხილვას მოვანდომეთ გარკვეული დრო, უფრო კონკრეტული საწმელით მოსული ყავით თქვენამდე და ამიტომ დაგვიგიან და მოტივებას ხდობთ ამის გამო. მე წარმოგიდგენთ ჩემს დღევანდელ სტუმრებს, რომლებიც თითოეული თქვენგანისთვის ჩვენ მხარდამჭერებს კარგად არის ცნობილი, ბატონი დავით ჭაბუკაშვილი და ბატონი გია ბახტაძე, ჩვენი ქართულთა დიდი გაერთიანების დამფუძნებლები, ინიციატორები, ორგანიზატორები და ასე ვთქვათ, თავიანთი საქმით არიან მოსული. ეხლა დღეს სანამ თქვენთან მოვიდოთ ეთერში, მე მინდა პირველ რიგში მაყურებელს უთხრა, რომ ბატონი გემორგი ერხელიძე შეუძლოდ გახდა და ვერ შეძლო ჩართვა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის არ მუშაობს იმ თემებზე, რაზეც ჩვენ უნდა ვისაუბროთ და ყველა ერთად მუშაობთ, ყველა ერთად წარმოგიდგენთ მომავლის გეგმებს და მთავარი სალაპარაკო თემებიც ამის მიხედვით გამოიკვეთება. ბატონ დავით, ბატონი გია, მოგესალმებით. მეც კიდევ ერთხელ მოგესალმებით და დავიწყოთ საუბარი, აგერ გაზაფხული შედის უკვე ნელ-ნელა ძალაში, სიჩქარეს იკრებს ყველაფერი, ჩვენ ზამთარი მაინც გარკვეული აქტიურობისთვის შედარებით ნაკლებად მისაღები პერიოდია და დრო არის, ვიცით რა სიტუაციებიც არის. ქვეყანაში მაინც და მაინც უკეთესობისკენ არაფერი არ იცვლება, ქვეყნის პარტიზაცია გრძელდება 35 წელია უკვე შეუცვლელად, შეუჩერებლად. სამი ხელისუფლება, რომლის მოწმეც გახდა საქართველოს მოსახლეობა, სამივე ხელს უწყობს ნაბიჯ-ნაბიჯ ქვეყნის პარტიზაციას, ქვეყნის ინდუსტრიის, სოფლის მეურნეობის და სხვა სექტორების, ასე ვთქვათ, დასუსტებას. არაფერი არ გეცდება იმისთვის, რომ ხალხის კეთილდღეობის დონე აიწიოს, ქვეყანამ რაღაცა დიდი სვები დიდი ნაბიჯები გადადგას და კეთილდღეობისკენ დაიძრას, მთლიანობისკენ დაიძრას, ერთიანობისკენ დაიძრას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. პოლიტიკური ძალები თქვენ დამეთანხმებით, რომ დასავლეთის მხრიდან იქნება ეს აღმოსავლეთის, ჩრდილოეთის მხრიდან თუ სამხრეთის ჩვენს ქვეყანას ლუპით აგვირდებიან, დიდი ასე ვთქვათ, დამზერაა ჩვენს მიმართ მოპყრობილი და რა განზრახვა აქვს, რა ძნელი სათქმელია, თუმცა სავარაუდოდ ჩვენ ამას ყოველთვის ვიძახით, ვამბობთ, რომ გარე ძალების ინტერესი ყოველთვის არის მათ სასარგებლოდ, მათი ინტერესებიდან გამომდინარე. კაცველი არ ფიქრობს საქართველოს ინტერესებზე, თუ ვინმე ქართული პოლიტიკური ორგანიზაციები რომელზე ფიქრობენ და რაღაცა მაინც არ ჩანს შედეგიდან გამომდინარე, ქართულთა დიდი გაერთიანება არის სრულიად ახალი ფორმატი, მე მგონი თქვენ ხვდებით ამას, ჩვენ რეზერვად მართებით, არც გჭირდება, არც გავიყარებთ არავის, ჩვენ ერთადერთი იმედი გვაქვს თქვენი ქართველი ხალხის დიდი ძალის, დიდი გაერთიანების და ამ შემთხვევაში გაერთიანებული ქართველი ხალხი ნამდვილად იტყვის თავის სიტყვას. ხო მეთანხმებით ბატონო. ბატონო დავიწყოთ თქვენგან რას უპირდებით, მეც შევარკვევი ბატონო გია თავს მოსაზრებას იტყვის, მეც როგორც ერთ-ერთი დამფუძნებელი ამ გაერთიანებისა ვიტყვი ჩემს მოსაზრებას და აი დაახლოებით მოვხაზოთ ის კონტურები, რასაც ჩვენ ვეპირებთ. ვის გაკეთებას როგორ მოგვეცემა საშუალება, სხვა საკითხია. ისმენთ. ძირითადად ბატონო გიგლა ხალხი ვეკითხე და ხშირად გვისვავს კითხვას აი კომენტარებშიც, თუ აი სად არის გამოსავალი საბუნყოფებით და როგორ უნდა გამოვიდეთ აი ამ ძიმე მდგომარეობიდან. მოდით ჯერ აი მოკლედ ძალიან მდგომარეობიდან დავარქვათ ყველაფერს შინაურად კიდევ ერთხელ აუხსნა ხალხს ძალიან გასაგებიანი. ჩვენთან 34 წელია უკვე არის გარედან დასმული რეჟიმი, რომელიც თლიანად იმართება გარედან და მხოლოდ მათ დაკვეთას ასრულებს და ის რაც ქართულ ხალხს ჭირდება აკრძალულია აქტიურად აი ამ რეჟიმს
ამისი მაგალითი არის ის 34 წლიანი უახლესი ისტორია, რაც გავიარეთ ჩვენ და რაც სახეზე გვაქვს. შეხედეთ, უბრალოდ არც ერთი ქარხანა, არც ერთი ფაბრიკა არ აშენებულა. ეს შემთხვევითი ხო არ არის, ხო, მილიარდერი მოვიდა ბოლოს პირიქით განადგურდა ხელისუფლებაში და პირიქით რაც იყო, რაც შეიქმნა საბჭოთა სისტემის დროს, ომის მარკოხებიდან გამოვედით, არ მივტირებთ, მაგრამ რაც იყო ეს გიგანტური ყველაფერი წარმოებები, თლიანად მოსწეს და გაანადგურეს ისიც. ეს დავალება იყო. აბსოლუტურად დავალება ის, რომ ესე იგი იმ დონეზე გააპარტახონ ქვეყანა, რომ აქედან მუდმივად გარბოდეს ქართველი ხალხი და დღეს უკვე ყველა ხედავს იმას, რომ იმდენად გეოპოლიტიკურად, იმდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ტერიტორიას, რომ რა თქმა უნდა ამის მიზანი აქვს დიდ იმპერიებს, რომ საქართველოს იქცეს ქართველების გარეშე ტერიტორია. ამისი მაგალითი არის, მე ამას წინათ გადაცემაში ვყავდა პროფესორი ჩოლოყაშვილი, ივანე ჩოლოყაშვილი, რომელმაც კვლევები ჩაატარა და აი ამ 64 ქვეყანაში 492 სოფელი არის უკვე მკვდარი, აი ამ 34 წლის მანძილზე. მკვდარს ვეძახი იმას, რომ არც ერთი ადამიანი აღარ არის იქ სოფელში. ცარიელია თლიანად. ჩვენ ვნახეთ რა კატასტროფული მდგომარეობა იყო თიანეთში რომ ვიყავით, ხო? ადამიანს ვერ დაინახავდი რაიონში, სოფელზე აღარ ვიყავით. უმძიმესი მდგომარეობა, ესე იგი, ყველაფერი მოსწეს, მრეწველობა მოსწეს, ეროვნული წარმოება მოსწეს, სოფლის მეურნეობა მოსწეს, აგერ ბოლოულს აჭედებენ განათლების სისტემას და რა გაკეთდა, ესე იგი, მხოლოდ და მხოლოდ ამ ქვეყანაში საბანკო სამევახშეო სისტემა არის აყვავებული, მილიარდობით ფულს შოულობენ ბანკები ამ გაღატაკებ და ხაზი გაუსვათ იმას, რომ ყველა ბანკი უცხოელისა და ქართული ყველა საქართველოს ბანკი ქვია, თორე ამერიკელებისა, TBC-ა და ბრიტანელებისა და ლიბერტია კი არ ვიცი, ხო, რუხაზე იყო, არ ვიცი, ვინ არის ქართული ოცნებაში და ანჯელი მხოლოდ იმედი დათმო 50%-ზე მეტი დაადო პენსიონერს კრედიტზე, გადასახდელს, ამოდი ასეთი რამე დედამიწაზე თუ სადმე არსებობს, მე არ ვიცი და არ მეგულება არ. ასეთი უმძიმესი მდგომარეობა და ქვეყანაში მარტო ყვავის აზარტული თამაშები, კაზინოები, რომელიც ხორცმაგებისავით არის მაღაზიები და გახსნილი, რომ რამდენია ახლა ვერცდაკლი აჭარაბით, კრისტალბით, კროკოდილებით, მიწავად ამაზე ლაპარაკს და ონლაინ კაზინოებში ზის ეს უმშევარი ხალხი და უარეს ძეში ვატება კიდევ, ხო, განულებულია ყველაფერი ძაცვარენ და ამხავს. და არის მეორე ეს საბანკო მევახშეობა და ეს ფარმაცია აფიაკე, რომელიც ძაცვარენ მოწყალო ხალხს. აბსოლუტურად არაფერი არ არის და შედეგი სახეზეა ერთადერთი გამოსავალი აი ამ ქვეყანას რაღაცა ეშველოს. ეს არის ის კურსი, რომელიც ის ფორმულა, რომელიც ჩვენ ვთქვით, ჯანსაღი ქართველი ხალხის გაერთიანება. თორემ რას აპირებს უკვე ქართული ოცნება, რა შესთავაზა ხალხს, კი ხედავთ ბატონო ბიგლა, მე ასეთი რამე არ გამიგონია თვით კომუნისტებსაც კი, რომლებსაც ჩვენ ვებრძოლით და გამოვედით იმ სისტემიდან, ქონდათ ასეთი რამ, რომ თუ ადამიანს დააპატიმრებდნენ და საჯოს მოიხდიდა, პარტიიდანაც გარიცხული იყო და აღარავითარი პერსპექტივა არ ექნებოდა მაღალთანაბრობებზე. ესენი რაღაცა კატათაგობას ეთამაშებიან, დაიჭერენ ამ იმას რა ქვია, ვითომ ოპოზიციონერებს შასავენ, მერე გამოუშვებენ, მერე ისევ დაიჭერენ, ისევ გამოუშვებენ და ახლა კოალიციას ქმნიან რაღაც ახალს და ვითომ აი ახალი ოპოზიციური ძალა იქნება ისევ აი ეს სიცრუის კალუსზე უნდა ატრიალო ქართველიერი, აი ეს არ გვაქვს სახეზე. ამიტომ ჩვენ ახლა თანდათან ვისაუბრებთ აი ბატონ გიამაც ისაუბრებს და შემდეგ კიდევ განვაცხოთ, რას ვაპირებთ, როგორ ვაპირებთ. კი ბატონო, მაშინ შემოვფარგლოთ ახლა თქვენი ზოგადი შეფასებით სიტუაციის. იგივეს ვთქვა ბატონ გიას ზოგადად შეფასების სიტუაციას და მე კონკრეტულად უახლოეს ხანებში ქართულთა დიდი გაერთიანება გია ბატონო, რას ვეპირებით, რას ვეუბნებით ჩვენს მოსახლეობას, ჩვენს მხარდამჭერებს, ჩვენს კომანდებს. გესმენთ? მოსახლეობის შენელს დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე
როდესაც ქართველი კაცი ქვეყანას მასიურად ტოვებს და ის უიმედობის განცდა რაც წლების განმავლობაში გააჩნია მას ძალიან რთული არის კაც რაიმე შეფიქრება. იმიტომ რომ ისევ იმ ქართველი კაცის ნებით უნდა გახორციელდეს თუ რამე გახორციელდება. ჩვენ რაცა უნდა ვილაპარაკოთ აღმათიდან არ არსებობს რაიმე გამოვიდეს თუ ყველა ჩვენგანმა ისე და ისე საქართველოს მოქალაქემ არ მიიღო გადაწყვეტილება და არ დადგა იმ ხალხის გვერდით, რომლებიც გულწრფელად ფიქრობდა ამ ქვეყნის გადაჭიმაზე. თორე ეს არ ნათქვამი, აი როდესაც იბრძვი ყოველთვის შეიძლება ვერ გახურდეს ხოს და არ გამოგივიდეს ისე როგორც გინდა, მაგრამ როდესაც უკვე შენ ბრძოლას თავს ანებებ, უკვე დამიცხებული ხარ. და მე მინდა აქედან ქართველებს მიმართო, რომ ჯერ კიდევ ყველაფერი წინაა. და იმ 1000 წლების განმავლობაში ის ნაწრთობი ქართული ფესვი, რომელიც ქართული გენეტიკაში არის ღრმად და დღეს ატომღაც მიძნებული, თავის სიტყვას კვლავ იტყვის. მე მაშინ დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ ასეთი ერის ასე ხელგასმით გადასვლა და გადაშენება არ არსებობს. და ისევ ეს ჩვენ უნდა ვქნათ. იმიტომ რომ ჩვენი ფაქტურად ხვანდელი დღე არის დამოკიდებული თქო უნდა ღვთისნებაზე, მაგრამ ღმერთი დაზგოვნება. შენ უნდა იყოს. შენ უნდა შეძლო საკუთარ თავში ძალის მონახვა, რომ ყველაფერს ამას რაც დღეს საქართველოს ხდება, წინანდ გაუწიო და მერი არის უკვე ღვთისნება შემოეჩი და მე ახლა მოუწოდებს უყურებს რომ შევეცადოთ, რომ ისევ ჩვენ შექმნათ პოლიტიკური გარემო და რესტრიქცია და ეს ყველაფერი საქართველოს ხდება. სხვის იმედზე ახლა რომ გამოდიან დღეს და ზოგი ახლა რაც ხდება დღეს სოფლიოში ამ ირანში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით მე ახლა მინდა გავიხსენო სვიერ გამსახურდიას ნათქვამი, როცა ახალი დაწყებული იყო ყარაბაღში არეულობა, მაშინ თქვა მან ასეთი რაღაცა. სანამ კავკასიას იმპერიის თათი ადევსო, დღეს გამოსულა ღიად და იმის თქმა, რომ ჩვენ მიუხედავად იმისა, რომ ისტორია ჩვენ ვერ კარგად ვიცით ქართველებმა თუ ყარაბაღი ვისია და როგორ და რა, დღეს ან დავიჭიროთ ხარი აზერბაიჯანელის, ან დავიჭიროთ ხარი სომხების, არ შეიძლება. ეს იყო სწორი პოლიტიკა. ისევ როგორც დღეს, რაც ხდება დღეს ირანში, ჩვენ ღიად გამოვიდეთ, ან ირანელებს დაუჭიროთ ხარი, ან დაუჭიროთ ხელი ხარი თქვა ნატოს იმ ქვეყნებს, რომლებმაც დაიწყეს ყველაფერი ეს, არანაირად გამართლებულია და არ მივახსენებ მე ხალხს, რომლებიც დღეს გახარებულები არიან ოსტანებზე და იზრახიან, რომ აი რა კარგია რომ ირანი მომება და ვერც იმათ ვერ გაუგებ, რომლებიც დღეს ამ შემთხვევაში პირიქით არიან თქვა მეორე მხარეს. იმიტომ რომ ჩვენ უნდა ვაკეთოთ ჩვენი ქართული პოლიტიკა, ჩვენ უნდა იყოს დამოუკიდებელი ყოველგვარი რაღაც სხვა ზნობებიდან გამომდინარე და მე დარწმუნებული ვარ ქართული კაცი საკუთარ თავში ამის ძალას ნახავს და შევეცდებით რომ რაღაცნაირად ქართული დამოუკიდებელი პოლიტიკა ვაწარმოოთ და ეს არ იქნება მხოლოდ ვიღაცის უცხოელის კეთილება, თორე ხელისუფლება კვლავ შეიძლება ხალხო. რა თქმა უნდა. ალბათ თუ კარგად შეიძლება, მაგრამ უბედურება ის არის რომ დღეს ყველაფერი იმისკენ მიდის, რომ კვლავ მოვა ისეთი ხელისუფლება სათავეში, რომელიც უცხოს კეთილი ნებით იქნება ნაკანახები და ეს რო არ მოხდეს კიდევ ერთხელ. და იმ შეყრული წრიდან გამოვიდეთ, ამიტომაც უნდა მოუზრდოთ ქართველებმა საკუთარ თავში მიზალა, რომ კიდევ ერთხელ თქვა ჩვენი საქმენი, იმიტომ რომ სხვა პერსპექტივა საქართველოს არ გააჩნია და ასეთი ქართული ძალა არის ჯანსაღი ქართველები, რომლებიც ჯერ კიდევ საქართველოში არიან და ჯერ კიდევ მე ასე ვიტყოდი მათი იმედი მაქვს. კი ბატონო, მეც დავამატებ ბატონო და ხალბატონო ორ სიტყვას. სიტუაცია მართლაც მძიმეა მთელ მსოფლიოში და რა თქმა უნდა მეთანხმები ბატონ გიას და ყველა საქართველოს პოლიტოლოგი იქნება ის თუ რიგითი ქართველების მოსაზრებას, რომ ამ ეს ომი ჩვენი ომი არ არის, რაც არის შექმნილი, ჩვენ ვერაფერს ვერ შევცვლით ამ შემთხვევაში და მხარედ არც ერთის მხარეს არ უნდა გამოდგება. ხვალზე ისეთი პროცესები ვითარდება და ისეთი სისწრაფით, რომ ჩვენ არაზღვარებთ ან ერთის მხარის მიკორძებით, ან მეორე მხარესთან ჩვენი პოზიციის დაფიქსირება. ჩვენ დავიცვათ უნდა ჩვენი ქვეყანა მიხედოთ ჩვენს პრობლემებს, უფრო მეტად ჩავიხედოთ და შევაფასოთ ის საფრთხეები, რაც გარედან მოდის, რაც ზოგადად იქნება გლობალური მასშტაბით მთელ მსოფლიოში და ასეთ სიტუაციაში შევაფასოთ ჩვენი ქვეყნის მდებარეობა
და მისი ფუნქცია, რომელიც ეს არის პრაქტიკულად აღდგა და ყველაზე გამოკვეთილად ჩანს. აი ეს ფუნქცია უნდა გავისიგძებანო და თითოეულმა ქართველმა, მე გულისხმობ ისევ და ისევ და ხალხს უსვამ ამ სიტყვას, რომელსაც მომწონს ეს სიტყვა, სარმა ქართველმა უნდა გაიაზროს მისი სამშობლოს ადგილი, როლი და ფუნქცია შექმნილ ვითარებაში. არ არის გადაწყვეტილება მარტივი მისაღები ამ შემთხვევაში, მაგრამ ჩვენ დარაჯად და მცველად და გუშაგად უნდა დაუდგეთ ქართულ საქმეს. ეს არ მინდა პოლიტიკური სიტყვა გვიყოს, მინდა აგერ გაზეთური შემოვიდა უკვე, უფრო ასე ვთქვათ, დახვება სიტუაცია, ალბათ შეიცვლება შლეგი პოლიტიკოსების მიერ თავსმოხვეული ის წესრიგი მთელი მსოფლიოსთვის და ჩვენ უნდა მთელი ჩვენი ძალისხმევა მივმართოთ ქართული საქმეების კეთებისკენ, ქართული სოფლის მეურნეობის აღორძინებისკენ, ქართული ინდუსტრიის აღორძინებისკენ, ქართული სულიერების დაცვისა და შენარჩუნებისკენ და მე ყოველთვის ყველა ჩემს გადაცემაში ხაზს უსვამ ხოლმე უმეტესად ასეთ მიდგომას. ქართული გონის, ასე ვთქვათ, ქართული ინტელექტუალური ასე ვთქვათ, პოტენციალის გამოყენებას, რომელიც საერთოდ პრაქტიკულად ნულის დონემდეა დაყვანილი საქართველოში, ცალკეული ეფექტების მიხედვით რა. ხმა დაბალზე ისმის მოგწევს. ცოტა ხوارმა აგერ პასონი დავიწყე მაშინ მოაწოდეს ინფორმაცია ცოტა დავალა. ახალი მიკროფონები გვაქვს ჩართული და ვაინტერესებს ჩვენ ტესტავთ. თან ტესტავთ დაგვიწერეთ. დაგვიწერეთ ხოლმე ასეთი. თორე ცოტა მამაღლავი და რაკეთ. ხო, რა ვიცი, ასე შველისეს, მაგრამ მიკროფონებმა უნდა გაგვიმართოს, იმიტომ რომ ძალიან ხარისხიანია უბრალოდ რაღაცა ტესტურ რეჟიმში მუშაობთ შეკიდო. და იმის თქმა მინდა, რომ ქართულთა დიდი გაერთიანების გარშემო შემოგრებულმა ხალხმა საკუთარი ბედით თვითონ უნდა გამოჩნდეს შემოძრებასება სხვა გზა და საშუალებით ჩვენ უბრალოდ არ გვაქვს, ჯერ კიდევ არის დიდი ნაწილი ქართველების საგადასროუნებს, ჯერ კიდევ შემორჩენილი ეს ყველაფერი და არ უნდა მიუშვათ ნებას გვეყვეს 24-25 წლიანი პარტახიზაცია პარპაში და თარეში გარე ძალებისა ქართულ პოლიტიკურ სივრცეში. ეს ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავამთავროთ ისე, როგორც ეს სიტყვაზე ვამბობ, ცნობილი ფენომენია ისლანდიის კანონის კონსტიტუციის, რომელიც ისლანდიელმა ხალხმა მიიღო და გარედან, ანუ იგივე ამერიკიდან მიღებული შეკვეთა არ შეასრულა, თორემ გარედან მათაც დაუწერეს, ისევე როგორც ჩვენ გვიწერენ ჩვენს კანონმდებლობას და კანონმდებლობის ზოგიერთ სფეროში, ასე ვთქვათ, ნორმებს და უხლებს და კონსტიტუცია, აგერ ვენეციის კონვენციასთან თუ არ შეთანხმდით, თურმე ჩვენ ქართველებს არ შეგვიძლია კონსტიტუციის დაწერა და ერისთვის მისაღები უპირველესი კანონის შექმნა. ამიგზელდა ახლა მესაუარი, ახლა ბატონ დავითთან გადავალ ისევ შეკითხვით, არ ვიცი გამოსულდა თუ არა ხმა იმედია მომწერენ, ხო? ხო, ну, ყოველ შემთხვევაში ვათვალიერებთ ეს ყველაფერი. დავით ბატონო, ახლა უკვე კონკრეტულად უფრო კონკრეტიკისკენ წავიდეთ და უთხრათ ხალხს, რას ვეპირებით, აი უკვე აპრილიდან მაისი, მარტის დარჩენილი პერიოდიდან რით ვიწყებთ, რას ვაკეთებთ? დღესაც ბატონო გიგელა ჩამოსულები იყვნენ გორიდან დელეგაცია. თქვენ სიახლოვე ჩვენს პარლამენტს ახალგაზრდა ბიჭები იყვნენ დაახლოებით 25-40 წლის ასაკში. რეაქცია ყურადღება ახალგაზრდები განსაკუთრებით აქტიურობენ და გვერდებენ და ძალიან კარგი ნიშანია ბატონები. ძალიან დიდი ჯგუფი, რომელიც შემოგვიერთდა. თიანეთიდან ძალიან საინტერესო კონტექსტში შემოგვიერთდა. და იყვნენ დასავლეთ საქართველოდან, იცი თქვენ დაახლოებით 15 კაცი, 19 კაცი შემოგვიერთდა. ეხლა დღეს იყვნენ და ჩვენ აქტიურად უკვე თითქმის გადავწყვეტეთ, რომ იქით ქვიეს ალბათ 22 წელს ჩვენ მოგვიწევს აუცილებლად გორში ჩასვლა ქართველთა დიდი გაერთიანების დაფუძნებელს და შეხვედრა იმ ხალხთან. თორემ გადავწყვეტ ახლა 22 ეს ორგანიზაციულად როგორ გადაწყვეტება ის? ნუ უახლოეს ხანებში არის რა ქვია, ეს საათი ადგილი და ეს ხო, ამიტომ უახლოეს ხანებში ავწნავ და უთხრა. უბრალოდ ეს პირობა მოუწეს, იმიტომ რომ მაინც საზოგადოება მიცოდესო და იქ შევხვდებით ხალხს გავაცნობთ ყველაფერს ინფორმაციას, მივაწოდეთ ყველა ინფორმაციას თუ რა სიტუაციაში ვართ და რა მძიმე მდგომარეობაში ვართ ჩვენ საქართველოს და ჩვენ ალბათ გორის შემდეგ პირველი რასაც დავგეგმავთ ალბათ გვესწრება ბატონილიას
ნუ ამაზე ბატონი დებულის ქუთაისელია და ჩვენი ერმილენებსაც ქუთაისელია და ალბათ ყველაზე მასშტაბური პირველი დაიჯერება ალბათ დაიგეგმოს ქუთაისში. ნახოთ ეს აღდგომამდე იქნება თუ აღდგომის მერე სერიოზულად უნდა მომზადდეს. და ეს იქნება რაც შეეხება რეგიონალური შეხვედრები გაგრძელდება მერე შემდეგში უკვე სადაც ყველა რეგიონს მოვიდა სადაც პროექტი არის თავიდან ჩვენი რეგისტრირებული ხალხი უკვე იქ გეგმა ხოლმე გასვლებს და საკმარისია თავიდან ჩვენი რეგისტრირებული 10 კაციც რომ იყოს ჩვენ ჩავდივართ ადგილზე ხვდებით ყველას და ვაარსებთ იქ უკვე გრუპებს ხო ადგილობრივ სტრუქტურაც ასეთი გვაქვს თუ ვინც იქნება რეგიონის ხელმძღვანელი რაიონის ხელმძღვანელი თქვა ეს ქალაქებია თუ რაიონებია ისინი ხდებიან მერე სათათბიროს წევრები თავად სათათბიროს წარმომადგენლები ამ ჩვენი გაერთიანების საერთოდ ბატონო გიგლა მაინც ისე იქით უნდა გადავერთო რომ ჩვენი ძირითადად ეს ძალის საკრება ალბათ იქ საღამოა იყო ეს საზოგადოებაში აი კიდევ ხომ არ დარჩა რაღაცა რეჟიმი რაღაცა გამოასწოროს ზოგიერთებში კიდევ არსებობს ისე რომ აი გონიათ რომ იქნებ მაინც რაღაცა ეშველოს რაღაცა გამოსული აბსოლუტურად არის ნულისტური ეს ყველაფერი თქვენ ნახეთ საზოგადოებას როგორც ცინიკურად ექცევიან უბრალოდ თუნდაც აი ბოლო დროს ავტომობილებზე რომ კანონი გამოსეს 6 წელზე დაცინვა ეს ახლა მეტი არ დაიხიეს არ ვიცი მე ეს არის სრული თაღლითობა ვითომ უკან დაიხიეს და საბაჟო განბაჟება დაადეს ესე იგი 2000 კუბური მეტრის მოცულობის მანქანაზე ანუ 2000 ეძახით 0.80-დან აწიეს 4.5-ზე ანუ რო შემოიყვან ასე ძველ მანქანას იმას მოუწევს 9000 ლარის გადახდა საბაჟო და ადრე მოუწევდა 1600 ლარი მაქსიმუმი. ეხლა უწევს 9000 ლარის გადახდა. ეხლა უწევს 9000. მე წარმოიდგინე. აი ის სხვა მანქანა საერთოდ არ არის იმდენდა. ფაქტიურად ეს იგივეა, რომ არ შემოიყვანო. განარამეზე უკან დაიჭრა. ოდნავ მაინც არ გაიუნიჯებოდა ქართულმა. ეს აპრობირებულია ეს მეთოდი. ნახეთ უნივერსიტეტების გაერთიანება. იგივე იყო. ბატონო, იგივე მოხდა და სინამდვილეში ვითომ უკან დაიხიეს და გპ-ში ტექნიკურ უნივერსიტეტში ამცირებენ მომავალ წელს და 14000 სტუდენტით 8000 სტუდენტი კი ბატონო და ის რაც უნდა ანუ ორი დიდი კორპუსი სიტყვით და ალბათ არაბეთზე გაგიგია იგივე ძალაში არის ეს და მიზანი მიღწეულია ამ დროს თვითონ ვითომ უკან დაიხიეს სინამდვილეში თვალშინასაც საქმეა ხო ამას მოყვება რა თქმა უნდა პედაგოგ მასწავლებლების იქ რა ქვია შემცირება და ფაქტიურად ყველაფერს წერტილი ეს განათლებას ანადგურებენ. ისევე აი ნებისმიერი ამათი დიქტატორული კანონები აიღება. ტროტუარებიდან დაწყებული სიტყვის თავისუფლება საერთოდ. სიტყვის თავისუფლება სერიოზული საფრთხე დაემუქრა უკვე. ვერ დადგები ვერსად რომ თავისუფლად გამოხვიდე და შენი კონსტიტუციური უფლებებით არის მონიჭებული და სიტყვის თავისუფლება და ხმა მოიღო უსამართლობაზე შეუძლია უკვე აი მოიგონოს ჩვეულებრივად პოლიციამ თქვას რომ შენ იქ ერთ გამროს ვიღაცას ხელი შეუშალი ტროტუარზე და გაგამწესვა მინაში დაგაპატიმრა აი ეს უკვე აღარ უნდა გაატაროს ქართველმა ხალხმა ხედავთ უკვე საერთოდ ეს ყველაფერი და ამ დროს ამასთან ერთის ის რომ თლიანად გვიყიდიან სამშობლოს ამიტომ ჩვენ რაც უფრო მალე ავკრიფავთ ეს გორი იქნება, ქუთაისი იქნება, მათული იქნება, მთელი საქართველო მით მალე გადავალთ იმ კონკრეტულ გზაზე, რომელიცაც გაიარა ბატონ ზვიად გამსახურდია. ჯერ აკრიბა ძალა და აიძულა კომუნისტური რეჟიმი მიეღებინა სამართლიანი საარჩევნო კანონი. ეს არის კონსტიტუციური გზა და სამართლებრივი გზა. რა თქმა უნდა ამ გზის გავლა აუცილებლად მოუწევს ქართულ ხალხს და რაც უფრო სწრაფად აიკრიბება ძალა ეს მიაგებინო, სხვანაირად ვერ მიაგებინო, თუ ძალა გვიქნება. აი ეს არის გასაკეთებელი. ამით გადაწყდება წელში აი ეს მახინჯის სისტემა, გამყიდველი რეჟიმი
სხვანაირად სხვა გზა არ არსებობს. სხვანაირად უკვე ჩვენ სახელმწიფო გადატრიალებას ვერ დავიწყებთ და ჩვენ ამის მომხრეები არა ვართ, მით უმეტეს ჩვენს ხისეზე გადაიარეთ ყველაფერი. თუ ვიცით მისი შედეგები, ვეღანას რა შედეგები მოუტანა ამან, ამიტომ ამას გამოურიცხავთ ჩვენი და სამართლიანი, სამართლებრივი გზით, კონსტიტუციური გზით გვინდა რომ ამ ქვეყანაში ერთხელ სამუდამოდ ქართველ ხალხს, საქართველოს მოქალაქეებს მიეცეთ საშუალება აიჩიოს ვინც უნდა თავის ქვეყნის მმართველად და არა ის მუდმივად თავზე დაგასვას გილჩი მევახე ჯაფარიძე ნაციონალური მოძრაობა აიხლა რომ გამოიყვანეს ციხიდან მე ისევ შეკრიან დავიცი მე ისევ გამოიყვანებენ და ესე ახლა ამას ამ კონცეპტს ვერ უნდა უყუროთ საქართველოში ეს ყველაფერი ბატონებო რაც თქვენ ახლა ბრძანებთ ეს ეკონომიკური პრობლემები და მთელი რიგი საკითხები რომელიც შეეხება ქართულის პრობლემებს ხორციელდება გეგმაზრულად მაქსიმალურად კეთდება რომ ხალხის ენერგია ამ მეორე ხარისხოვან პრობლემებზე იყოს აკუმულირებული და სინამდვილეში განახორციელება ის რასაც ქვია ძალაუფლების შენარჩუნება მათ ინტერესია მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნება არ აქვს მნიშვნელობა რა ფასადად წარმოდგენთ მათ იციან ერთი მთავარი რომ ხვანდელი დღე და ხელისუფლებაში მათი ყოფნა დამოკიდებულია არა ქართველი ერის კეთილნებაზე არამედ უცხოეთში მყოფ გარე ძალებზე ამაზე ყველაფერი აგებული და სანამ ჩვენ არ დავანახეთ ამ ხელისუფლებას რომ ქართველი ერი მეტნაკლებად ნახულობს საკუთარ თავში ძალას და ერთმუდად იკურება და ქართველი ერია მოწადინებული იმის რომ მოახდინოს ხელისუფლების თვითონ დამოუკიდებლად მოყვანა უცხოელების ჩარევის გარეშე არაფერი არ გამოყო კი ბევრი იყო ახლა რო ამბობ ჩვენ ახლა შევანაძის მერე სააკაშვილის რეჟიმი შემდეგ ეგრეთ წოდებული ხონდა ვარდების რევოლუცია და ბიძინა როგორ მოვიდა ფაქტიურად ეს იყო ხელისუფლების გადაბარება ხალხის შეცდომაზე შეყვანა ჩაატარეს მთელი რიგი კონცერტები დადგმული სპექტაკლები რომ რაღაცნაირად ხალხის შეცდომაზე შეეყვანა და ამის ხარჯზე მოხდა ხელისუფლებაში კვლავ იგივე რეჟიმის შვილების შენარჩუნება და არაფერი სხვა ჩვენ ამას უნდა ვხვდეთ რომ ხვანდელ დღეს თუ იგივე გამიმეორეს არა თუ ქართველი არის საქართველოს არეგება მომავალი თუ თავის დროზე გამსახურდია დაიწყო ეროვნული გამართლებული მოძრაობა და ამის გარშემო შეიკრა მთელი ერი დღეს ჩვენ უფრო უარეს მდგომარეობაში ვართ დღეს უკვე ქართველი ერის ყოფნა არ ყოფნაზე მიდის საკითხი თუ მაშინ იყო საუბარი დამოუკიდებლობაზე დღეს ყოფნა არ ყოფნაზეა და თუ ამას ჩვენ ვხვდებით და კიდე ვიღაცის იმედი გვაქვს უცხოელის რომელიც რომ ერთმოუწევს კიდე რას მოიფიქრებს და რას ახალ მანიპულაციას შემოგთავაზებს მაშინ ჩვენი ქართველი ერის და საქართველოს ხვანდელი დღე ჩათვალე არ არსებობს და ამიტომაც აუცილებელი რომ ჩვენ გავაფხიზდეთ და მივაქციოთ ყურადღება ისეთ ხალხს რომლებიც გულწრფელად არიან მოსული არა იმიტომ რომ რაღაც თანამდებობები შემდგომში თუ როგორც იქნება პოლიტიკაში თქვა მოიგონ და რაღაც პირად ინტერესები გაატარონ არამედ მართლაც აწუხებთ ამ ქვეყნის ბედი თუ რა ხდება დღეს აი დებატები დაიწყო ხელისუფლებამ ვინ მოყავთ ხომ მოყავთ მოყავთ ისეთი ხალხი ვითომ ეგრეთ წოდებული კონსტრუქციული დებატები კეთება და ის თავარი საკითხები რაც ქართველებს აწუხებს და აწუხებს ამ საკითხებზე საერთოდ საუბარი ესა ყველაზე მთავარი და ოპოზიციას ვის მოყავს ისეთი ხალხი მოყავს თავის დროზე ქვეყნის დამხობაში გადატრიალებაში და ათაზუბედურებაში ათასნაირ გარიგებაში მონაწილეობა რო მიღებული და ასეთი ხალხი უწევს ვითომ ოპოზიციას ხელისუფლებას და რა ჩანს როცა უარგისი გამოდის ოპოზიციონერად როცა მე ვიცი რომ და შენ იცი ქართველმა კაცმა რომ ის გასვლილი 1000 მახინძაზე შენ ფიქრობ რომ ის იმაზე უარესია და მე რომ ოპოზიციას შენ უარესი ყავს მე მაგით ვერ შევ ხელისუფლებას და სურვილი ის რომ მოიყვანონ ახალი სახეები დაუძახონ მათ რომელთაც არ აქვს თავისი წარსულიდან ცხოვრებიდან გამომდინარე გასვლილი საკუთარი ბიოგრაფია ასეთ ხალხს ესენი ერიდებიან და მაქსიმალურად ცდილობენ მოიყვანონ კვლავ ისეთები რომლებიც შეიძლება ითქვას რომ ათასნაირ პრობლემებით გაჭედილები ყავთ როგორც კონსტანტინე გამსახურდი იყო და უკან საყივარები აქვს უკან წარმოსაცაკებელი და რასაც უნდა იმას რომ გააკეთებინა აი მაგამდე უნდა მივიდეს ქართველები მაგ შეგრძნებამდე რომ აი ასეთი ხალხის გაერთიანებით გადარჩევა მქონდა ხოლმე ჩვენი ქვეყანა რაც შეეხება შეკრებებს ჩვენ ახლა რეგიონებში დავდივართ ქუთაისშიც დავანოწეთ შეხვედრას ეს არ იქნება თქვა უბრალოდ შეხვედრა ამით ჩვენ დავანახებთ უპირველეს ყოვლისა ჩვენს მომხმარებლებს და იმ ხალხს რომელთაც იმედია გაცვლებული რომ ქართველი ერი კვლავ ძლავრობს ჩვენ ახლა ფაქტურად უსწროს პირას ვართ უკანებული მეტი პრობლემა რა უნდა შეგვექმნეს და ვიცი ახლა რომ ნათქვამია ჯერ კიდევ
გრიგოლ ოპაკიძეს მერია გამეორებული მერაპოსტოვას რომ ქართველი ერიო როცა მიადგებაო და დადგება პრობლემის წინაშე მაშინ ერთიანდებაო და გრიგოლ ოპაკიძესთან რა თქმა უნდა უფრო უკეთ რომ აი ქართველი ერი დუნია და მოყალულია მაგრამ უსპულისპირას მიყენებული დაჭრილი ვერხვის შიშმაგი თვითნებოსო უსპულის პირას მიყენებული კი არა უკვე ვარდები ჩვენთან სანამ ჯერ კიდევ დროა ჩვენ უნდა შევძლოთ საკუთარ თავში იმის ძალის მონახვა რომ გავერთიანდეთ ისევ ქართველები ახლა შეიძლება ვიღაცა თქვას იყო რამოდენიმე გადაცემა ჩვენ ეთერში რომ მოგვიწია დებატები და შეიძლება მწარეთ კიდეს მაგრამ მე მინდა ვთქვა რომ მიუხედავად იმისა რომ ზოგიერთი შეიძლება არ მოეწონა რაღაცები ყველაზე მთავარი ჩვენი დებატებში გამოგვეთით ჩვენ გავერთიანდებით ყველასთან არა აქვს მნიშვნელობა ის ადრე კომუნისტი იყო თუ არა თუნდაც უჩისტი არა აქვს მაგასაც თავარია ის ქართველი იყოს თუ კაცი გამოვა და იტყვის თავის სათქმეს და მოინანიებს იმას რაც სამიდროში შესაძლოა დაშვებული ჩვენ ასეთ კაცას დავიყენებთ გვერდში რა თქმა უნდა შეიძლება მას პირველი სიტყვა ვერ თქვას მაგრამ ჩვენ ნებისმიერ ქართველს რომელსაც დღეს სურვილი აქვს ქვეყნის გადარჩენის ნებისმიერს დაუდგებით გვერდში არა აქვს მნიშვნელობა რა თავდებას არის ყოველმშევარი და რა პრობლემის მას ადრე ცხოვრებაში არ უნდა ქონდეს. ამიტომაც მოუწოდეთ ყველას, სანამ ჯერ კიდევ დრო გავერთიანდეთ, გავუნახავთ საერთო ენა, შევეცადოთ დავდგეთ და გავერთიანდეთ და თქვათ ის რაც უნდა თქვას ქართველმა კაცმა და დაწუნებული ვარ ჩვენ ამას შევძლოთ, იმიტომ რომ ქართველი ერის გზა, როგორც თქვამი არის ძალიან რთული, ძალიან ძნელი, ეკლიანი, მაგრამ საბოლოო ჯამში ღვთისნებით არის გამარჯვებისა და ჩვენ ამას მივიღებთ. კი ბატონო, ამაც მოგახსენებთ. დებატებს თუ შეიძლება მე შევეხები დებატებს. კი ბატონო, მოგხსენებთ. ახლა ეს მართლმეურნეობთ ბარემ ამ საკითხებზე. თქვენ მოისმინეთ რომ ბადაბაგეამ რამადამადამეთმა ხაზზე გაუსვეს ჩვენს უახლოეს გეგმებს. ეს არის ჩვენი აქტიურობა, ისევ და ისევ ხალხის ბოლომდე გამოსაფხიზლებლად, შესამართად ვიტყვიან და იმედი მაქვს გორი თავისი თვალსიტყვის და გორშიც და გორის გარდა აი პრაქტიკულად სხვა რეგიონებით ჩაერთვებიან ქუთაისმა თავის სიტყვა უნდა თქვა დღეს ეს მე ვთქვი სანამ გადაცემაში ეთერში შემოვიდოდი ბატონ გიას უთხარი ბოლო ქვეყნის მეორე ქალაქია მეთქი და აღმოჩნდა რომ მეოთხე ქალაქია რა ბატონ გია რაოდენობის ან ეს ინდუსტრიული ქალაქით გაპარტახდა ინდუსტრიული თვალსაზრისით ქუთაისი განსხვავებით საქართველოს სხვა ქალაქებისგან აი ზუსტად ქუთაისში აისახება ის პრობლემები რაც ხდება საქართველოში თბილისი გაიზარდა რაოდენობით ბათუმი საკმაოდ გაიზარდა რუსთავის გაიზარდა და ერთ-ერთი ქუთაისია და ჩემი გუბერნატორი ფოთის რომელიც აი განახლდა რაოდენობით აი ქუთაისში ეს და იმერეთში შეიძლება ითქვას შედარებით ყველაზე უფრო სუფთა ქალაქში ქართული სისხლი დაბარებულნე აი ყველაზე რეალურად იგრძნობა პრობლემა ხო იგრძნობა იმიტომ რომ ხალხი იძულებული გახადეს გაქცეულიყვნენ იქიდან დაეტოვებინათ ქალაქი, სადაც ინდუსტრია მოსპეს, ფოთშიც იგივე გააკეთეს, ფოთის გემშენებელი ქარხანა გააუქმეს, გაყიდეს, გაასხვისეს და ასევე სხვა. ესე იგი ნებისმიერი ინდუსტრიული საშუალო თუ მცირე თუ დიდი გიგანტური წარმოებები ჯარდებად გაყიდეს, უცხოელებს ჩაუგდეს ხელში და თუ რამე მუშაობს, ისე და ისე უცხოელები არიან ყველაფრის პატრონები და ფლობელები. ამიტომ გამოფხიზლებას მართლა წინ არაფერი არ უდგეს და ეს უნდა მოხდეს. მე ვეთანხმები ბატონ გიას პათოს ჩვენ ხელს გაუწოდეთ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ეს იქნება გულწრფელი სინანული და არა ის რა ქვია 9 ტყავ გამოცვლილი ვიღაცები ისევ რომ დააპირებენ გაერთიანების გრიფით და გაერთიანების ასე ვთქვათ ხელდასმით კიდევ ერთხელ შემოვიდნენ კიდევ ერთხელ მოატყუონ და სრულ დაპირებები გაავრცელონ ხალხის თვის თვალის ასახვევად. ჩვენ ამას რა თქმა უნდა არ დავუშვებთ სინამდვილეში თუ გულწრფელად იქნება მონანიებული თუ ყველაფერი აი ამ რეალობიდან გამომდინარე რომ მართლა უსხურლის პირას ვართ მიყენებული და ამ შემთხვევაში ეს ამას თუ გაიცნობიერებენ მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება უკვე საუბარი იმ რეალურ ურთიერთობაზე, იმ რეალურ გაერთიანებაზე და არა კიდე რაღაცა საკუთარი მერკანტილური ინტერესების განსახორციელებად. ეხლა რაც შეეხება აქ ბატონმა დავითმა აღნიშნა ორი ესეთი მნიშვნელოვანი პრობლემა ამათ მიერ განხორციელებული რეფორმა თქვათ განათლების სფეროში და ეხლა აგერ ავტოტრანსპორტის საკითხზეც ერთმანეთზე უარესია ორივე მე თუ მკითხავთ და ძალიან ადვილად შეგვიძლია ამის დასაბუთება და უბრალოდ ერთ დეტალს გავუსვამ ხაზს ეს საერთოდ მნიშვნელოვანია ორივე შემთხვევაში ორივე მაგალითის შემთხვევაში
მე მახსოვს და ჩვენ გვახსოვს ყველას პრემიერის და მინისტრის ასეთი მკვეთრი განცხადება, რომ გადაწყვეტილება მიღებულია და გადასინჯვას არის აღემდებარება და ასე შემდეგ და ასე გახსოვთ ეს ყველაფერი. ასე იყო ტექნიკური უნივერსიტეტისა და ჯავახიშვილის უნივერსიტეტის შეერთების თაობაზე, გადაისინჯა კიდეც და შეიცვალა ეს ყველაფერი. ეხლა რა გზნობები გქონდათ, ეს სხვა საკითხია, თქვენ მიზნები გამოძრაობდათ, ეს სხვა საკითხია. იგივე პროცესს ვადევნებთ თვალს მთავრობის მხრიდან, რომ გადაწყვეტილება მიიღეს, რომ 6 წლის ასაკზე მეტის მანქანის შემოყვანა საქართველოში უნდა ესე იგი აკრძალეს და აკრძალეს მხოლოდ იმიზეზით, რომ გარემო და ეკოლოგიის დაცვა იყო მომიზეზებული. ანუ და ეს თვითონ ხალხის ჯანმრთელობას აისახებოდა. კი, მაგრამ თქვენ დაალოცულებო. აი მართლა სასწაული ხალხი ხართ რა ამ მთავრობაში. რატო ფიქრობთ იმას, რომ ქართული საზოგადოება და კონიერი ხალხი ვერ მიხვდება ამ თქვენს ამქვია აი სირაქლემის პრინციპიდან გამომდინარე, რა თქვა, მტყუილს, კერძოდ. მაგრამ ეხლა თუ გადაიხდიან აგერ და კონკრეტული მაგალითი მოგახსენა თქვენ, აი ყველაზე საშუალო კუბატურის მქონე მანქანა, თქვა 2000 კუბი, ხო, რომ მანქანა არ გაიქცეოდა რაღაცას გავხდა. ხო, ესე იგი პრაქტიკულად 9000 ლარით გაუძვირეთ მისი შესყიდვა, ხო? 3000 კუბური მეტრის შემთხვევაში სადღაც 13500 ლარი ძვირდება მარტო, დანარჩენს არ ვლაპარაკობ, ძვირდება მარტო იზღირებულების აღება. კი, მაგრამ თუ ფულის გადახდის შემდეგ მანქანა შემოიყვანს ადამიანი, ის ჯანმრთელობას არ აისახება? აი თქვენი მამალი ტყუილი, კოსატყუილება თქვენი ასეც ჩანს და გადაწყვეტილებები რა. ხო და აი ზუსტად იგივე იყო იმაში, რა ქვია, უნივერსიტეტებთან მიმართებაში, იქაც სხვა გზნობები ჰქონდათ, იქაც სხვა მუცლის გურემა აწუხებდა ხელისუფლებას, გაიყიდა ეს კორპუსები და ძალიან წარმატებით შეუდგებიან ალბათ ამის განხორციელებას. ისე თვითონ გითქვა, რომ მეც ზუსტად იმ შემცირებული პროფესორების რანგში აღმოჩნდები ტექნიკურ უნივერსიტეტში, მაგრამ მე იმისთვის ვიბრძოდი, აგერ ვეუბნები ჩვენს მხარდამჭერებს და ჩვენს საზოგადოებას, რომ ერთ საზოგადოებას იქაც გამოვდივდი მიტინგებზე, აქაც გავაკეთე საკითხი მიმართვები, ყველა იმაში ჩართული ვიყავი წინააღმდეგობრივ მოძრაობაში და მე ვიბრძოდი იმისთვის, რომ საქართველოს თუ სახელმწიფოდ დარჩენა უწერია მას თავისი საინჟინრო კერა, აუცილებლად განათლების საინჟინრო კერა აუცილებლად უნდა გააჩნდეს მით უმეტეს 104 წლის ისტორიის მქონე. ამ შემთხვევაში ამ გაერთიანების კატეგორიულ წინააღმდეგობრივ დანარჩენი, ტაქტიკური საკითხებია, თუმცა საერთოდ მე მედიოლოგიის სფეროში ვარ და აი საგნები მიმყავს რამდენიმე უნივერსიტეტში და მე პედაგოგი შემიძლია აქედანაც ვეკამათო ნებისმიერ თუ რა თქმა უნდა ინებებენ და ან აქ დაждდებიან ჩვენთან ეთერში და საჭირო გვაქვს ეს მიმართვა გაკეთებული ან სადღაც მიგვიწევენ და დავსვამთ საკითხს შემდეგნაირად. რა პრინციპი არ მაინტერესებს ახლა სხვა სფეროები, ახლა მეტალურგიის ფაკულტეტი მაგალითად ტექნიკურ უნივერსიტეტში რომც დარჩეს და გამოუშვა სტუდენტი, სადაც წავიდეს ის სტუდენტი. მეტალურგიის ქარხანა გაყიდული გაქვთ ელემენტარულად, ხო, გასხვისებული ხო, ჯართად გაყიდეთ და მე მახსოვს რუსთავიდან აი ერთ-ერთი ხისეული კალბატონი იყო ჩამოსული, მან თქვა ზუსტად სიტყვაში, ესე იგი 21 მილიონ ლარად გაიყიდა მეტალურგიული ქარხანა მთელი თავისი კომპლექტით, რა მაშინ როცა მისი ღირებულება იმ დროს როცა სააკაშვილმა გაასვისა მეტალურგიული ქარხანა, ხო, მისი ღირებულება შეადგენდა 850 მილიონ დოლარს. და ეს კონტროლის პალატის ანუ აუდიტის სამსახურის ოკმებითაც არის დაფიქსირებული და ყველაფერი. კი, მაგრამ ამაზე არ უნდა მოეთხოვოს სააკაშვილს და მის ხროვას პასუხი და შემდგომ ხელისუფლებასაც, რომლებიც ასე ასვისებდნენ ყველაფერს. ან ყველაფერი გაიყიდა, ყველაფერი უცხოელების ხელშია გადასული. აქ სწორად ითქვა საავადმყოფოები, უცხოელი მფლობელები ყავს, უნივერსიტეტები, უცხოელებისა, უფრო მეც გეტყვით კიდე. მაგალითად, მე ტექნიკურ უნივერსიტეტში სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი გახლავარ და პროგრამა, რომ ჩემი ხელით არის შექმნილი და გაკეთებული, იქ აუცილებელი წესი, იძულების წესი, მე კი არ ჩამაწერინებს, რომ ჩაწერა იქ. ამერიკელი პროფესორი ვითომ თანახმდება, რომელსაც არაფერი არ მიუღია და ბიუჯეტიდან ფული იქნა გადახდილი მის სასარგებლოდ. გესმით ხო, რაზეა საუბარი? აი, აქ დონეზე არიან დასულები ეს. იანგისტანის წარმომადგენლები და რაებს ითხოვენ, სრულ მონობას ითხოვენ აბსოლუტურად და ეს ერთხელ და სამუდამოდ უნდა აკეთოს და უნდა აკეთოს იმ ფორმით და პრინციპით, მე ამას აბსოლუტურად გააზრებულად ვამბობ, როგორც ეს ისლანდიაში მოხდა და როგორც ოკუპი უოლ სტრიტის მაგალითზე მოხდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, მაშინ როცა
ამერიკელ ოლიგარქებს და რაღაცა შიშის ზარი დასცა ოკუპი უოლ-სტრიტის ასე ვთქვათ პრინციპმა და მოძრაობამ. ამით იმის თქმა და ხაზგასმა მინდა რომ ხალხის ძალა, სადაც გაერთიანდება და ეს ენერგია დაიძრება ქვეყნის საკეთილდღეოდ, მისი მამურები არც კოცები არიან, არც ნაცები არიან და არც მოქალაქეები იყვნენ თავის დროზე, ან სამივე ერთად გაერთიანებული ვერ იქნება. ამიტომ კიდევ ერთხელ ჩემი თხოვნა და მიმართვა ისეული და საღი ქართველებისადმი არის ერთადერთი გამოფხიზლდეთ ბატონებო და ქალბატონებო, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ქვეყანას დავკარგავთ და ღმერთთან უკრას, მაგრამ შორს არ არის ეს დრო. აი ერთადერთი ამის მithare ქართულთა დიდი გაერთიანება შექმნილი, ეს არის სრულად უმართავე ვინმესგან, ყოველდღე ქართული ხალხი იქნება მისი მმართველი და წარმართველი, მისი გონიერი ნაწილი და ეს უნდა შევძლოთ ყველამ ერთად. დავით ბატონო, რაღაც ის ჩართვა გინდოდა თქვენ და კომენტარს გაკეთება. მე მინდოდა მე შევხედოთ რა ბატონო, შეეხო დებატების თემას. კი ბატონო, დებატები. საერთოდ თვითონ საინფორმაციო სისტემა. სადეთ ჩვენ, მაგრამ საერთოდ ისეთი საინფორმაციო სისტემა ისე აქვს შექმნილი, რომ ეს არის აბსოლუტურად ჩაკეტილი წრე. ხელისუფლებას ვინც უნდა ის მხოლოდ და მხოლოდ ის გადალახავს იმას და ისინი ასრულებენ ტელევიზიებში დანარჩენისთვის მუდმივად დაკეტილია საინფორმაციო საშუალებები, რომელი ტელევიზიას გინდა ავიღოთ, გინდა სამთავრობო, გინდა ოპოზიციის იმას იწვევს და მთავრობის წევრებს, ის კიდევ პირიქით. აი ეს ერთი და იგივე ნაგავი, რომელზეც მე ზეგარ ვილაპარაკე ახლა ვითომ ისევ კოალიცია უნდა შექმნა, ვითომ არა პირველივე დღეს ვერ დაჭამის ერთმანეთს, რავი, რაც ეხიდან გამიცი კიდევ გასაყოფილი. ხო და ზავთვეკი ვიციდი, მაგრამ არ ვიცი ახლა. საზოგადოება როგორ უყურებს ამას არ ვიცი. გულისამრევი ეს ყველაფერი დებატებს აქვევენ და თან ახლა ძალიან ცუდ ტერმინი არის არაბიზაციაზეა. არაბიზაციაზეა. ჩემთვის რა მნიშვნელობა აქვს მიწების აქ აქვს რამდენი ისინი, ხო? ზოგი არაბზია გაკიდული, ზოგი ირანელზეა, ზოგი თურქზეა, ზოგი ებრაელზე და ასე შემდეგ, ინდოელზე და ასე. რა მნიშვნელობა აქვს ქართული მიწას ინდოელზე ინდოელი წამართმევს დავით გარეშე, აზერბაიჯანელი თუ ის რა მნიშვნელობა აქვს? ბიჭო, წინ გიზით პრემიერი რომელმაც მოდიშით და აი არაფრად ჩააგდო ქართული ხალხი და პასუხი არ გასცა, კაცო, ამხელა ტირაჟირებულ დასავალში დაიბეჭდა. დიახ. რალი დასდო პიროვნება პრემიერ-მინისტრომ ხელი მოაწერეს შენ და რა ქვია აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ალიევმა და გადაეცი დავით გარეჯე. პრემიერი დუმს რამდენჯერ შევეხეთ ჩვენ ამ თემას, რატო არის ჩუმად კაცო, ეს ის ხო არ არის რაღაცა ორგობე ხო რაღაცა ის შენ ეზოს ნაწილი ამ დებატებზე კითხვაც არ დაუხსნობს მაგაზე წინ უზის სამი ადამიანი ზის და მე პრეტენზია აქვს რომ ვითომ აი რაღაცა მაგრაი დებატეს აი შენ გამარჯვებული ხარ და თავი აქ ჩატის ხალხი შეყარის და ყოჩახ და სამარცხვინო არის და ერთმა ადამიანმა არ დაუსვა შეკითხვა. მე ის რა ქვია ეკონომიკის მინისტრის ქალბატონის ჭიათურის განვითარებაზე მუშაობს. ჭიათურის განვითარებაზე მაღაროებზე იმას ერთი იმ ლევან ლოქიფანეზე იყო ცოტა იმას ოდნა ხო და ჭიათურის განვითარებაზე მუშაობს. ერთ რაიონში რომ 3000 მაღაროელიდან 2000 მაღაროელს რომ უმუშევარ დატოვებს. ეს იმ ქალაქის ხალხი შიმშილო, პირი ამოიკერეს და პასუხი არ გაქვს. ეს იმ ქალაქის განადგურება არის თუ არა? მე კიდევ წელიწადზე მეტია. ეს ხალხი ხან შიმშილობენ, ხან პალატკებს შეერთ. ჯერ ამხელა თავხედი უნდა იყო ხელისუფლების წარმომადგენელი გექვა შენ და იქამდე არ ჩადიხარ და ხალხს არ ელაპარაკები. შენ მაგ პირობით აგირჩი ეს არჩევნებზე რო დავიხარ ხოლმე. რატომ არავინ არ ჩახედით? აქ რომ ჩამოვიდეს მოშიმშილე ბიჭები და ერთი კვირა წვიმაში იდგნენ და კარავიც არ გააშლევინეს ესე ფეხზე იდგნენ იქ რომ მივედით შენ და გაწუწულები ერთმა არიკადრა კანცელარიიდან გამოსულიყო და ჩასულიყო რომელ ოჯახებში გაიზარდნენ ეს მიღებული ტრენდია. პოლიტიკოსად არ ვარ ხარ, უნანუსო ხარ, თავხედი ხარ, უსინდისო ხარ.
არაფერი არ ახავს შენ ქართული ხალხისთვის, მაგრამ ისეთი რომ ვინ გაზარდა ამდენი ხალხი, ამდენი ამხელა კანცელარიაში ერთი ადამიანი არ მოიძებნა, რომ ჩასულიყვნენ ამ ჭიათურულ მაღაროელებს და ესენი ისინი ხო არ არიან დიდი კისერი. სამკვდრო სასიცოცხლო შრომას ეწევიან. ოჯახიდან რო გადიან, ოჯახებს მშვიდობები აყოლენ, კაცო. ამხელა სიღრმეებზე ჩადიან და სიკვდილში ცოცხლს ვაწე გადიან. და შენ ამათ უნდა ისე დონეზე მიიყვანეს იმ მოთხი ახალგაზრდას მე ვცნობდი. იქამდე მიიყვანა იმ თავხებმა რომ ერე ხელი გააკრა თუ რაღაცა და 4 კაცი ციხეში გაუშვეს. აი ამითი რა მაგალითი უნდა მისცეს შენ ეს როდესაც შენ ასეთი ძიმე მშრომელი აი ასეთი მშრომელებს მაღაროები ჭიათურელებს აპატიმრებ იმის გამო რომ შენ უნდა უსოთ მოეკეცი ზედ გადაუარე ღირსება შეულახე ყველაფერი და თავშიერი დატოვე და მე რატო შემოგიბრუნე და ციხეში უშვებ ამის შემდეგ აქ ქვეყანაში რომ საქართველოს დავით თუ ნებას მომწონთ დავამატებ აი ფანტასტიკური ფაქტი გაიხსენე ახლა შენ ჭიათურაში მომხდარი იმ პროვოკაციას რო გამოიწვია იმ ხალხმა და ეს 4 ბიჭი თუ მეტი არის არ მახსოვს ახლა ზუსტად რამდენია 4-ია ხო მგონია საჟელს იხდის და მე მახსოვს სოციალურ ქსელში შეიძლება გია ნანახი გაქვს შენ ჭიათურის მოსახლეობა მიუვარდა იმ პიროვნებას სოფელში და მამა პაპური აკვე ადათობრივი სამართლით გაასამართლა და ძელზე გააკრეს აი ეს არის ზუსტად გამოფხიზლება ხალხის როცა სასამართლო არ გაგაჩნია და მე აქ დამაუწყდა მაშინაც მე თქვა კი ვფიქრობდი ერთი მომენტი მაგრამ ეგრეთ წოდებული სასამართლო რეფორმა რომელიც იანკების ჩართულობით 1990-იან წლებში საქართველოში განხორციელდა რა შედეგი გვაქვს რა შედეგი გვაქვს დღეს სასამართლო მოგწონთ რაც არის აი იმისი რა ქვია რასაც ხელისუფლება უბრძანებს კიდე ერთი კიდე მეორე იმას აკეთებენ ზუსტად აი იქ ზუსტად ჭიათურის მომენტთან დაკავშირებით ის რა ქვია ხალხი რომ მიუვარდა იმ პიროვნებას და ასე ვთქვათ გამოაჩენეს ხო აი სახალხო სამართალი საზოგადოებრივი სამართალი მე მგონი უკვე დროა რომ იქნეს შემოღებული ერთი პერიოდი მახსოვს აი სააკაშვილის პერიოდში მე რედაქტორობდი გაზეთს ჟურნალს ყოველთვიურ ჟურნალს სამყარო და იქ დაადავაყენი საკითხი ხო არ შეუქმნათ საზოგადოებრივი სასამართლო სახალხო სასამართლო და ხალხმა დაიწყო ანალოგიური გადაწყვეტილებების მიღება ხალხის გამოფხიზლების შედეგი ეს როცა ნახეთ ხალხს არაფერი არ გამოვიდა და დაკარგა სასამართლოს მიმართ რა ქვია უნდობა და შეეწინააღმდეგა მის გადაწყვეტილებას აი ესე გააპროტესტა და იმ პიროვნებას მე არ ვიცი ხა იმას სოციალური თუ ყავს ახლობლები თუ ყავს რა მდგომარეობაში ხა წარმოდგენილი მაქვს მისი მდგომარეობა როგორ იქნება აი ესე მოექცევა ქართველი ხალხი საქართველოს ასე ვთქვათ ინტერესების გამკვიდელ ხელისუფლებებს რომელიც აგერ სამ წელზე მეტია გრძელდება ამიტომ ხალხის გამოფხიზლება რომელსაც ქართველთა დიდი გაერთიანების აი ეს თითოეული წევრი და ჩვენი ფარგლამჟერები უჭერთ მხარს და ვიუძვით ეს არის ხალხის ბოლომდე გამოფხიზლება ფაქტებით დოკუმენტებით და სტატისტიკით სრული სურათი ამ პარტახიზაციის ამ ქვეყნის გაყიდვის ამ მიწების გასხვისების ეროვნული ინდუსტრიის განადგურების ეროვნული აგრარული სექტორის განადგურების კულტურის ყველაფრის განადგურების რეალური შედეგი დაუდოთ თვალწინ და თვალახელი ქართველი მე სხვანაირად მოხდებს როგორც ბატონ მაგიამ თქვა კედელთან უსტურის პირას მიღებული ქართველი სხვა ძალა და გაერთიანებული ქართველის ენერგია ცოტა სხვანაირად აისახება ყველაფერს. აი ჩვენი უპირველესი ამოცანა არის ამ გასულებით რასაც ვაკეთებთ ეს არის ხალხის ბოლომდე გამოფხიზლება დოკუმენტურად ფაქტებით იმითი და ისეთი წესიერი ხალხის შემოკრება რომელსაც სწორად აღნიშნეს შემო მეგობრებმა რომელთაც ძიმე წარსული არ აქვს და ვერავინ ვერაფერს ვერ წამოძახებს და ვერავინ ვერაფერს ვერ გააკეთებინებს ერისა და ბერის და ხალხის საწინააღმდეგოს. ხალხს უსვამ ამას. აი ელემენტარულად ეხლა თუ ესეთი დებატები არის სულთა და მართლაც გულწრფელი ისმის ხო პოლემიკა პოზიცია ოპოზიციას შორის რა უნდა ამის დასმა თუ წინ გიზის პრემიერი ბატონო პრემიერო თქვენ ასავალ-დასავალში ყველაზე დიდ ტირაჟიერმა გაზეთმა ოფიციალურად
ინტერვიუში დაიბეს დამგაზოში და ბრავი დაგდეს რომ გარეჯი გადაეცა. ან კითხვის დასასწრაფობა. მერე კიდე ეს რა უბედურობა აქვს ეს კაცო მაგაროს შევახედა მაგაროს კითხვის დასმას ეს სოцკი ვინ არის? აი ესეთი ყველა ამობს რომ ეს კრიმინალია ვიღაცა ხო? მე არ ვიცი ზუსტად რა გონი იქ იმის ფლობები დიახ და წინას მგონი ხო და არ ვიცი ეს ერთმანეთს აბარებენ ვიღაცა სოцკი რომელიც აი ეს მშიერი ჭიათურელები მიარდნენ მაღაროელები იმ დღეს გადაიგეს და აჩვენეს ვერ შეყვანით ხელა გალავნები და სასახლეები და აი გეგონება მე-12 საუკუნეში აი გალერეაში შუა საუკუნეებში მეფეთა სასახლეები და ისინი აქ აგებული ხო? ვის დიდდება ეს ამჩენი გასაწყლებული მაღაროელების ტიმი? ჩვენი ეროვნული საუნდტრაკი კიდევ იქ რომ მონაწილეობენ კაცო და ეცარამობენ მაღაროელებს ზეთი ენა არ დაუსველებია. იქ მაღაროში როცა მაღაროელებთან რო ჩავიდა მაშინ გაფიცულებთან და გამარჯობა ჭიათურა ესე რო შებოდა იქ და ვითომ ახლა ეს ფარისევლობა რა ხვდებით რა ვიზეც ვიზარ ეს ფარისევლობა დამთავრდეს და აი კიდევ ბიჭებთან ერთი დღე არ მისულა კანცელარიასთან გარშემო უწყავდა იქ წრეს და ძალიან კარგად დაინახეს იმ ბიჭებმა თავად დაინახეს და მე და დემური ვაკითხავდით მარკო აი ამ ბიჭებს აი ჩვენი გაერთიანება ვაკითხავდა იქ არავინ არ მისულა სხვა და არავის სოლიდარობა არ გამოუცხადებია კი ბატონო იგივე სიტუაცია ბალდაში ჩვენ ეს აღნიშნეთ კიდევ დეკაცოვალების ჩასვლას ფეხებზე კიდია მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიამ რაღაცა გაკვეული თვეების შემდეგ თვეების შემდეგ ძლივს ვიღაცა წარმომადგენელი გაგზავნა ხოლმე მაგას როცა დედები ოჯახის დედები ქუჩაში იდგნენ შიმშილობდნენ და კარავში ცხოვრობდნენ და ისე თვითონ იცავდნენ ამ მოძალადე ეგრეთ წოდებული ინვესტორებისგან რა ინვესტორებიც ყავთ მოყვანილი ძალიან კარგად ვიცით ვისი შეკვეთა ეს და საიდან მოდის ეს შეკვეთა და რა უნდა კოლექტიურ დასავლეთ საქართველოსგან ესეც კარგად მოგვეხსენება ამიტომ ბოლომდე მინდა თვალები აუხილოთ იმ ხალხს რომლებსაც ჯერ კიდევ სჯერათ ამ რაღაცა ფინტიკუშკა რაღაცა დაპირებების უცხოეთიდან რომ თვითონ ეს უცხოური ინვესტიციები აგვაშენებს პირდაპირ ამ რომ პირიქით არის საუბარი და ჩვენ არაერთი გადაცემა და არაერთი საოცარი სპეციალისტი ყავდა ეთერში მოწვეული მათ გასაგებად აუხსნის ქართულ ხალხს პირდაპირ ინვესტიციის დამანგრეველი შედეგები აისახება ჩვენნაირ პატარა ქვეყანას კი არა უფრო დიდ ქვეყანაზე და ასე იყიდება ქვეყანა. ხედავთ ამ შედეგებს 25 წელმა ყველა გამოახიზლა პრაქტიკულად თუ კიდევ ვინმეა იმის დარჩენილი რომ კიდე შეერა ამ კოლექტიური დასავლეთის კეთილდღეობის აბატონო შედეგები აგერბა და გამსაზღვროთ ყველაფერი რა. საერთოდ ნათქვამია ყველაფერი ღვთისნებაა. ასეც მაგრამ შენ თუ არის ვარგე ის მადლი დამთავრდა რომელი მადლიც ჩვენ ოჯახებზე და საქართველოსზე გამოდის ღვთისგან ისი არ გადმოვა შენ უნდა იყო ვირსი იმადლის ბატონო მახსენდება შევანადეს არ ნათქვამი ჯაბაიოსელიანზე ისო კია ჩემი მეგობარი როცა კითხეს დამოკიდებულებას მაგრამ მე კი არა მისი მეგობარი ის ეს არა ის ჩვენი ეგრეთ წოდებული სტრატეგიული პარტნიორები გვეტყვია ჩვენ კი თქვენ კი ხართ ჩვენი სტრატეგიული მეგობარი მაგრამ ჩვენ არა ვართ საქმეზე რომ მიდგება მასეც მოხდება ამიტომ მხოლოდ ისევ ჩვენ ქართველები თუ კი შევძლებთ საკუთარი ქვეყნის გადარჩენას ნურავის იმაზე გვიქია აი როცა ვივარგებთ მე დაინტერესდება შენით ის აღმოსავლეთის ის დასავლეთის და დანარჩენი და საერთოდ ნათქვამია ის რომ ყველაფერი უბედურება მოდის ხოლმე და ჩვენ თუ არ შევეწინააღმდეგებით ამას ყველაფერს ხვანდელი დღე არ იქნებოდა ის შეშმარდება სასიბადე საქართველოში ვექნება და ისევ იმედი მაქვს ქართული კაცის რომ შეძლებს საკუთარ თავში ამის ძალას მონახავს იმიტომ რომ ისტორიების რომლებაში რომ გადავხედოთ მხოლოდ საკუთარი გონის ბრძოლის და საკუთარი ნიჭის წყალობით მოვიდა დღე და ვერავინ ვერ იტყვის რომ აი ვიღაცის კეთილინების უცხო ქვეყნის კეთილინებით არის საქართველოს დღემდე მოსული ისე იგივე უნდა მოხდეს და იგივე პროცესები უნდა წარიმართოს საქართველოში. აგაშენ ალბათო მეც მანდავა ჩვენ გვახსოვს და ქართულმა საზოგადოებამ იცის იგივე 18-21 წლების დამოუკიდებელი საქართველოში თქვათ როგორ მოქმედებდნენ ბრიტანელები, როგორ მოქმედებდნენ გერმანელები, როგორ ადარებდნენ თავიანთ ინტერესებს, როგორ გაქონდათ ახალგაზრდებს ბოლომდე დათვლილი არ არის არაფერი და უბრალოდ ამ კოლექტიური დასავლეთის
არ მინდა სიტყვა ვიხმარო, მაგრამ ესე გონზოს თეორიის მიხედვით შეიძლება გამოა შლუხობა რა, ბოდიშვიფტი ამ ჟარგონისთვის მაყურებლის ისტორიას და ზამთარი ყველაფრის ღირსია. დამოკიდებულება ბელორუსის მიმართ, ხო, საყოველთაოდ შერაცხნულად ყავთ ბელორუსის პრეზიდენტი ლუკაშენკო დიქტატორად, ვითომ გამანადგურებლად ქვეყნის და რაღაც. ეხლა როგორ დაუწყეს შალიჩი? ეხლა ხო დაუწყეს შალიჩი. დათვა პოლიტიკა. ხო, დამთავრდა რა. ესე იგი, ეხლა არ არის დიქტატორი მაგათვის? კაც ერთი გოჯიმი წარ გაუყიდია, ერთი ფაბრიკა არ ჩამოშლია, ერთი აქვეა ქარხანა არ გაუნადგურებია, არ გაუსხისებია არავისთვის. და ზუსტად ეგ არ მოეწონათ რა. მე მგონი ყველასთვის ცნობილია იმან ჰანტერ ბაიდენმა ჯო ბაიდენის შვილმა, როცა ამერიკის პრეზიდენტი იყო, 500,000 ჰექტარი რო აქვს ნაყიდი იმაში შავმიწანი იადაგი უკრაინაში მარტო ჩემთვის არის ცნობილი ეს ფაქტი, თქვენც იცით ხო ყველა? ანუ რაც აქვს მიზანი ეგერ არის ბატონო. და უპირველესად 90-იან წლებში, როცა რაღაცა იმედის თვალი ქონდა ამერიკელებისკენ მიყოლებული ჩვენს მაშინდელ პრეზიდენტს ბატონო შევარდნაძე ამ ქვეყნის გამყიდველს. რა სიტყვობდნენ პირველი, რომ პრივატიზაცია. და პრივატიზაციის პროცესი რა გახდა პრიხვატიზაცია, რა თქმა უნდა. ნუ ეს დიდი თემებია, თქვენ ჩვენი განწყობა იცით და მიდგომა ქართულთა დიდი გაერთიანების აბსოლუტურად სწორია ამ შემთხვევაში. ჩვენ მიმოქმედოთ ისე, რაც იქნება ქართული ხალხის ინტერესებში, რაც თქვენი და ჩვენი სამშობლოს ინტერესებში იქნება. გვეყო 35 წლიანი პარტიზაცია. ხა ერთი დეტალი, ერთი ფაქტი, რომელზეც ჩვენ მე უბრალოდ ცოტა ბოლოს შემოვინახეს, რომელზეც ჩვენ უკვე დავით ათფირეთ ეთერში შემოსვლა უნდა, ეს არის 31 მარტის ღონისძიება, როცა ქართულთა დიდი გაერთიანება საქართველოს გენერალური პროკურატურის წინ გამართავს საინფორმაციო რა ვიცი რაც გინდათ ის და ბრიფინგი, ინფორმირება იქნება, მოხდება ხალხის და ასე შემდეგ და რა თქმა უნდა შეკითხვებს ჩვენ ოფიციალურად მივმართავთ შეკითხვებით საქართველოს გენერალურ პროკურატურას და დავსვამ ძალიან მარტივ შეკითხვას. როდის დამთავრდება საქართველოს პირველი პრეზიდენტის მკვლელობის საქმის გამოძიება, როდის დაესმება წერტილი და როდის ვიხილავთ განსაჩივრისკანზე იმათ, ვინც ეს მკვლელობა ჩაიდგა. თუ მაინც და მაინც ილია ჭავჭავაძის მკვლელობის არ იყოს, რაღაცა ნახევარ საუკუნემდე უფრო მეტმა უნდა გაიაროს, რომ შეფასდეს ეს ყველაფერი და მე რაღაცა აქვს შეფასებას ახლა შევარდნაძე გარდაცვლილია და მას ვერავინ ვერ გადასამართლებს, ის იყო პირველი შემკვეთი ამ ყველაფერს და ის არის განკეთებელი, მაგრამ ჯერ კიდევ არის ხალხი, რომელთაც ქართულმა საზოგადოებამ პასუხი უნდა მოთხოვოს. ჩვენ ამ საკითხებს, რა თქმა უნდა, ამ საინფორმაციო ბრიფინგზე დავაყენებთ, ქართულთა დიდი გაერთიანება. მე მაქვს ხო, ბატონო გეუფლება, რომ მივმართო ჩვენს მხარდამჭერებს, მე მით უმეტეს მთელი 94 წლიდან 1994 წლიდან მოყოლებული ჟურნალისტურ გამოძიებას პასუხობამ საკითხზე და ჩემი გარკვეული დასკვნები, გარკვეულზე მეტი დასკვნები მაქვს და ჩემი მე არ ვუსვამ ამას, ჩვენი ინიციატივა თქვენთან შეჯერებული შეგარდნა, მე ვარ გუნდური მოთამაშე და ასე ვფიქრობ ზუსტად, ჩვენ კაცრად დავსვამთ ამ საკითხს სამართლებრივად და ერთხელ და სამუდამოდ თუ ვართ ქვეყანა და შემდგარი ხო, რაღაცას უნდა დაესვას ეთერი. თუმცა ახლა მოგახსენებთ ჩემს პროგნოზს. დიდი ეჭვი მაქვს, ძალიან დიდი ეჭვი, იმიტომ რომ პუჩის ორგანიზატორები, ვინც იყვნენ და ვინც გააკეთა ეს, ისინი დღესაც და მათ შემოვლებული დღესაც ხელისუფლებაში არიან და მათ ინტერესებში, რა თქმა უნდა, ეს არ შევა, მაგრამ ჩვენ გონიერ ქართველებს კიდევ ერთხელ მოუწოდებთ გამოფხიზლებისკენ, მოუწოდებთ იმისკენ, რომ ეს საკითხი სამართლებრივად იქნას ბოლომდე მიყვანილი. კეთილი მოკლედ ეხლა ჩვენ თითქმის 1 საათია უკვე მუშაობთ ეთერში, ზოგადად მონახასი გავაკეთეთ, რას ვაპირებთ, ეს არის ჩვენი აქტიურობა, გასვლა ყველა რეგიონში, ყველა რეგიონს მოვიცათ აბსოლუტურად, აქედანვე მოგმართავთ გონიერ და სახართველებს იაქტიურეთ ბატონებო, შეგვეხმიანეთ, გააკეთეთ თქვენი ასე ვთქვათ პატარა უჯრედი, პატარა ბირთვი შეეკრიბეთ ჩვენ ყველასთან მოვალთ, ან თქვენ მოგზავნით ჩვენთან და ვთქვათ და ეს ყველაფერი საერთო სურათი ესე პაზლებივით ავაწყოთ ერთმანეთში, დავდოთ ძალიან მძიმე სურათი რაც გვჭირს და კი არ ვიბაგლახოთ და კი არ ვიშვიშ მოგიდოთ, მივყვეთ და ვიშვიშოთ, არამედ ვიმოქმედოთ. და მე ბატონ გიასკნის არ იყოს მოქმედებაში მოსული ქართველი, საგი ქართველი და საქართველოს გაერთიანება ისეთ სინერგეტიკაში მოვა, რომ მტერი დაინახავს, გარედაშინაური მტერი დაინახავს, რაც გვჭირს, რაც დაგვემართა და რა დღესაც დავაყრით მათ.
თუ არაფერი გაქვს დასამატებელი, მაშინ ბრიფინგის თემას შევეხები მეც. ვის თემას? ბრიფინგის თემას. კი ბატონო. დავამთავროთ ამით, იმიტომ თავისთავად ეს როდესაც ეს ინიციატივა გააშერა ბატონმა გილაჩევი მაშინვე დავეთანხმეთ და საერთოდ ძალიან უმნიშვნელოვანი თემა და ცენტრალური თემაა ეს. ამის გარეშე ქართული სახელმწიფო არ შედგება, ადრე იქნება თუ გვიან იქნება საქართველოს პრეზიდენტის პირველი პრეზიდენტის კვლელობა დამოუკიდებლობის გამოცხადებელი აბსოლუტურად ესე იგი დამოუკიდებელი სახელმწიფოს აღდგენების კვლელობა დღემდე გამოძიებული არ იყოს ეს სახელმწიფო ვერ შედგება. უნდა არ უნდა ეს საქმე უნდა იყოს გამოძიებული. მეორე ჩვენ კაცრად უნდა მოვთხოვოთ 74 წლის მანძილზე 32 წელი კვლელობიდან 32 წლის მანძილზე რა გამოიძიეს გვაჩვენონ? აი ვთქვათ, ბოლომდე ვერ მიიყვანეს, რა გააკეთეს ხელფასო იღებდნენ ქართველი ხალხი. რა გააკეთეს 72 წლის მანძილზე? მეორე პრეზიდენტი აღიარებულია თვითონ რეჟიმის მიერ კანონიერ ლეგიტიმურ პრეზიდენტად. ლეგიტიმურ პრეზიდენტს რო ტყეში დაძლებდნენ ავტომატები. თქვათ, უყოლელი ვერ დაადგინეს. ეს ხალხი ხო იცი ავტომატების რომ დაძლებდნენ ვინიქო. სად არის ეს ხალხი, რატომ არ არის დაკავებული, დაპატიმრებული და გასანათლებული? მარტო მკვლელობაზე ხო არ არის საქმე. ესენი ხო პოტენციური მკვლელები იყვნენ, რომელსაც მიეცემოდა შანსი ესწროდნენ, ხო? ავტომატი დაძებ. ეხლა სად არის ბატონო დავიდა ერთი დიდუბის ბანთემში გესვენია მეორე ქაშვეთის და ასე შემდეგ. ძალიან ბევრი იყო გულას რაზმის შევრების და ამათი ხო და ეხლა თქვენ რო გულვასადაც ბანთემშია დიდი და რა თქმა უნდა მე ვერ გამსახურდა ვერავის შევადგენ რა თქვენ რო გაეკიდოთ დღეს ეხლა პრეზიდენტს ავტომატით არ დაგიჭერე? დაუშავე არ არის კაცო ყაველაში თქო მაგრამ ყაველაში ის უნდა გაეკიდო გავიცი მაგრამ რო გაეკიდო არ დაგაპატიმრებია შეიძლება ფიგურულ რაში ცურაობაში შევეჯიბროთ მე ყველა ჩვენს ქართველთა დიდი გაერთიანების წევს გულიდასული ხო იქ არ არის მართალია ძალიან დიდი რაოდენობა აუცილებელი მაგრამ თუ კი იქნება პირიქით უკეთესია ეს ამ ბრიფინგზე ჩვენ მოვიწვევთ ყველა ტელევიზიას აქედან ვეპატიჟებით და როგორ მოვლენ ალბათ 12 საათს საერთოდ თვითონ მედია ეძახის ხოლმე ყველაზე კარგი ის არის რომ შევხედავთ და გამოვაცხადებთ 31-ში რეფერენდუმის დღეს და რა ვიცი სხვა რა უნდა გითხრათ უნდა მოვძანდეთ და ჩვენ ქართველთა გაერთიანების საერთგვერდიდან აუცილებლად გამახორციელებთ პირდაპირ ეთერს დავწერთ ტელევიზია ვადუნდა რახან შეეხეთ იმას რომ უნდა დამთავრდეს სამართლებრივი რო გვაჩვენონ რა გააკეთეს აი რო გვაჩვენონ რა გააკეთეს სამართალდამცავ სტრუქტურებმა ამისთვის აუცილებელია იმ კანონის დაცვა რაც ზოგადად არის მსოფლიოს ცნობილი სხვა შორის ამერიკაშიც რა მქონია ამ თემაზე მათთან საუბარი იქ სანამ საქმე არ დასრულდება მანამდე ჟურნალისტებს ხელი ჩაყოფის საშუალება არ აქვს საერთოდ აქაც არის სამოს ქართული კანონმდებლობა სიტუაცია რომ ჩვენ გვჭირდება რა ამ 32 წლის მანძილზე რა გამოიძიეს და ამთავრონ ეს ყველაფერი საქმე დაახლოებით გამოაცხადონ გადააგზავნონ არქივში მე ყველა ჟურნალისტი გამომძებელი იქნება თუ სხვა იქნება აქვს იმისი უკვე რომ მოითხოვოს ეს ყველაფერი ნახოს უკვე საქმის ტომების მიხედვით გავუკეთ ყველაფერს და არაფერი დიდი ის არ ჭირდება მაგალითად რამდენიმე გადაცემა რომ ახლა სხვადასხვა იმისი თუნდაც იგივე პრეზიდენტის დაცვის უფროსის მარგვენანის აი იქვე დაიჭერ ყვილებში მოსატყუილობაში იქვე დაიჭერ არაფერი პრობლემას ეს არ წარმოადგენს ამიტომ ჩვენ კიდევ ერთხელ მივმართავთ საქართველოს გენერალურ პროკურატურას დაამთავროს ავთო კარგად დასვას წერტილი და გამოაცხადოს ოფიციალურად ქართულ ხალხს უთხრას რომ საქართველოს პირველი პრეზიდენტის მკვლელობის გამოძიების საქმე დასრულებულია და მე უკვე საზოგადოებას სრული უფლება ექნება სიგნალისეულად გაიცნოს ამ ყველაფერს რა დონეზე და როგორ პროფესიონალურად შესრულდა ეს საქმე გამოძიების თვალსაზრისით. დღეს თუ მეტი არაფერი რამდენიმე ხარ გონებოდ გია ბატონო დატოვებდა თუ არაფერი მეტი მადლობას მოგახსენებთ ყურადღებისთვის ქართულთა დიდი გაერთიანება იგულეთ თქვენს გვერდით დიდ თემებზე სასაუბრობ და დიდი შემართებისთვის მებრძოლი ჩვენი გაერთიანების იყო საუბარი ახლა მომავალ შეხვედრამდე